მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. სანქციები გრძელდება. ახლა უკვე აი ბოლო რამდენიმე წუთში როგორც ქართულ მედიაში ხვდა საგარეო საქმეთა მინისტროს დაწერა ამასთან დაკავშირებით. მე მქონდა იქამდე ასევე კომუნიკაცია სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა მეგობართან ლიეტუვის საგარეო სამსახურში. ეს არის უკვე ოფიციალური, რომ კობახიძე ლიეტუვამაც დაასანქცია. მის გარდა როგორც შეგვიძლია ცნობილი 17 პირი არის ესე იგი შესული სანქციათა სიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი კიდევ ერთხელ და სიგნალი, კაფიო სიგნალი, კიდევ უფრო მკაფიო, ვიდრე წინა სანქციები იყო, რადგან ეს მოქმედ პრემიერ-მინისტრს ეხება. იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი არავინ არ დარჩება დაუსჯელი. ყველა, ვინც საქართველოს ხალხს მოსტაცა არჩევნები, მოსტაცა სახელმწიფო, ყველა, ვინც სახელმწიფო ტერორი გამოაცხადა მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ, ყველა, ვინც აი რუსული ცინიზმით ეკიდება საკუთარ ერს, საკუთარ სახელმწიფოს, არც ერთი მათგანი, არც ერთი ასეთი პირი არ დარჩება დაუსჯელი. არც ქვეყნის შიგნით, მე ვიტყვი ამას და ხაზს გავუსვამთ, მთავარი სანქცია ჩემთვის არის ამ საზოგადოების დამოკიდებულება რუსი გამყიდველი მონებისადმი, რომელმაც ეს გვაკადრეს, ჩვენს თაობებს ეს აკადრეს. ხო, ყველა თაობას, მართლა 14-დან 70 წლამდე არის დაპატიმრებული და დასახიჩრებული პირები. მართლაც ერის ბრძოლა არის. ყველა სხვადასხვა თაობის ბრძოლა არის, ყველა სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ბრძოლა არის. ჩვენ ნახეთ 17 თუ 18 მარში გუში, თბილისში, ყველა თვით ორგანიზებული. ასეთი სახალხო მღელვარება, ასეთი სახალხო მუხტი, ასეთი სახალხო საერთო ჯანყი, მე ვიტყოდი, მშვიდობიანი, კანონიერი, პრინციპული, მაგრამ ჯანყი არ ახსოვს ამ ქვეყანას ბოლო 33 წელში 17-18 სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფი სხვადასხვა ადგილზე თვით ორგანიზებით, თლიანად თვით ორგანიზებით. ეს არის ყველაზე მთავარი სანქცია. ის რომ კურსელები და კლასელები ხმას აღარ სცემენ და ლანძღავენ სამარცხინო ტიტულშიკებს, რომელიც თქვენ კოლეგას მაგალითად მაკაჩიხლაძეს და სხვა ჟურნალისტებს დაესხნენ თავს და ოპერატორებს დაესხნენ თავს. ის რომ ოჯახებს აღარ უნდა რეალურად რომ საკუთარი ოჯახის წევრები, მეგობრები, მათ სივრცეში მყოფი ადამიანები იყვნენ ის ხალხი, ვინც გურამ რო გავაც აი ესე დაესხა თავს. მართლა ზურგიდან ეპარებიან, ახალი ნოუ-ჰაუ არის, ხო? ზურგიდან ეპარებიან ჟურნალისტებს, რომ ჩაარტყან, დაასახიჩრონ, ქალებს დასდევენ. ამიტომ თავარი სანქციები არის ქვეყნის შიგნით რო სანქციები გამოიცემა ყოველდღიურად. აი ჩვენ ქართველები ერთმანეთს ურთიერთობთ. მეორე წესრიგია, მეორე დღის წესრიგი სანქციებისა, რასაც აკეთებენ ჩვენი პარტნიორები და არც ერთი ის ადამიანი ვინც მე ჩამოვთვალე არ დარჩება დაუსჯელი და აქვე თქვენებართვით დავამატებ. კიდევ არაერთი სხვა სახელმწიფო ვისთან ჩვენ ვართ ყოველდღიურ კომუნიკაციაში. არაერთი მსგავსი სახელმწიფო განიხილავს ასევე დამატებით ზომებს და აი კონცეფტს რომ გონიათ რომ ორბანი დაუბლოკავს რამეს და უშველის, აი კარგად ხედავთ როგორ შველის ორბანი რამეს. სახელმწიფოებს შეუძლიათ ინდივიდუალურ რეჟიმში, ისევე როგორც რეგიონულ ფორმატებში, როგორც სახელმწიფოთა ჯგუფებმა ისე გადადგან ნაბიჯები დასასანქციებლად. ხო, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ამის მაგალითი გვაჩვენეს, როდესაც როგორც ტრიომ, როგორც სამეულმა გამოსცა სანქციები, რომელიც გრძელდება და უკვე მოქმედ პრემიერს შეეხო და აი ეს მინდა გრიგოლ, კი ბატონო. მე ამ წამს არ ვასახელებ, დიახ. აი ეს მინდა გრიგოლ, ავხსნათ კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლისთვის, რას ნიშნავს ეს სანქციების ფასი, რა იქნება, ეხლა მათ შორის აი კობახიძისთვისაც, პრემიერ-მინისტრისთვისაც, რომ ავხსნათ, აი რა ტიპის შეზღუდვებია ეს სანქციები? ხო, დავიწყოთ იმით, რომ როდესაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ხარ, სანქცირება ევროპული კავშირის წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან ნიშნავს შენს პოლიტიკურ დასასრულს და არაფერს ნაკლებს. ამიტომ კობახიძე შემიძლია გითხრათ არის დამთავრებული. კობახიძეს ალბათ თავისივე რეჟიმი არ გააჩერებს, თუმცა ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან განუჩვენთ იმისა თუ რა ცვლები ეკრებათ ეგრეთ წოდებულ მთავრობაში, ეს მთავრობა დამთავრდება ძალიან მალე და ორი აზრის ქონის უფლებაც კი არ გვაქვს არც ერთ ქართულ პატრიოტს, რადგან დღეს ვართ რუსული მართლა აი კუდეტას გადატრიალების, სახელმწიფო საკონსტიტუციო გადატრიალების მომსწრენი ვართ. აი პირდაპირ საკონსტიტუციო გადატრიალებას აქვს ადგილი ჩვენს თვალწინ.
აი თვითმარქვია არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც არიან შეკრებილი რაღაც გაურკვეველი კრება და თავისი რიგებიდან ხან ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს ირჩევენ, ხან რაღაც კომისიებს ნიშნავენ, ხან რაღაც კომიტეტებს ნიშნავენ. იგივე ჩვენ ვნახეთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ლევან მახაშვილი და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა საერთოდ ქართული ცების სიაში ვიხილე, იმიტომ მე მას პიროვნულად ვიცნობ და ვიცი რომ ევროპულ ინტეგრაციას უთმობდა თავის კარიერას და თავის შემართებას და ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი ადამიანები ჰეზბოლას და ჰამასის რეჟიმის სიაში არიან და კომიტეტებს ხელმძღვანელობენ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მისი ვიზიტი არის გაუქმებული, რომელიც იანვარში უნდა ყოფილიყო პოლონეთში. ჩვენ ვხედავთ, რომ არავინ ამ თვითმარქვია რეჟიმს და არც ერთ წარმომადგენელს არ გაუხსნის კარს. არავინ აბსოლუტურად არ აღიარებს მათ. ეს არის აბსოლუტურად ფაქტის დონეზე ცხადი. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამავე დროს აწესებენ წნეხს ამ ხელისუფლების მისამართით და მათ უზრდავენ გადაადგილებას, მათ დაუწესდებათ ეკონომიკური და ფინანსური ტიპის სანქციები და თითეული მათგანი იგრძნობს რას ნიშნავს იყო ჰამასის, ჰეზბოლას, კრემლის და ჩინეთის და კიდევ მადუროს რეჟიმის მეგობარი, მაგრამ საქართველოს ხალხი გავაგრძელებთ მათ გარეშე ამ ქვეყნის საყვანას მშვიდობისკენ. ძალიან დიდი მადლობა.